მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებამ. მე მინდა თქვენს წინაშე წავდგე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ. მრავალი წელია მუშაობ ამ არქეოლოგიური ძეგლებთან დაკავშირებით. არქეოლოგიური ძეგლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიისა და დამწერლობიანი ეპოქების წერილობითი წყაროების შესასწავლად. არქეოლოგიურმა შესწავლამ ცხადყო დამწერლობის უძველესი ძეგლები. წალენჯიხის ტერიტორიაზე 90 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათ შორის 50 დარეგისტრირებული, 23-ზე შედგენილია სააღრიცხვო ბარათები, ხოლო 20-მდე ძეგლი სრულიად შეუსწავლელია. ნივთიერი ძეგლების აღმოსაჩენად ტარდება არქეოლოგიური გათხრები. მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა საკუთარ მეთოდებს და კლასიფიკაციას. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. დარეგისტრირებული არქიტექტურული კომპლექსებში შემავალი კოშკები, ნაეკლესიარები და სხვადასხვა ნაგებობიდან გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანია შემდეგი ძეგლები. პირველი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი მე-11-მე-12 საუკუნეში, ქალაქი წალენჯიხა. ტაძარი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით მაღალ ბორცვზე, რომელიც წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ტაძრის ინტერიერი მთლიანად დაფარულია მე-14 საუკუნის ფრესკებით. შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინე პოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარ კირ მანუელ ევგენიკოს. მე-12 საუკუნის შუა ხანებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს. ეკვდრების სხვადასხვა დროის მოხატულებებში მე-17 საუკუნეში გამოირჩევა მრავალრიცხოვანი საერო პირთა გამოსახულებები. მათ შორის აღსანიშნავია ლევან მეორე დადიანის საოჯახო პორტრეტი. მეორე, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა, ადრე შუა საუკუნეები, სოფელი ჯგალი, სქურის უბანი. ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, ჩრდილოეთ და დასავლეთ და სამხრეთის მინაშენებით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვა, რომელიც შემდეგ მოპირკეთებულია კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი თაღოვანი სარკმელი. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს მოწყობილია ნალისებრი აზიდული ღრმა ნიშები. ტაძარი აღდგენილია 2015 წელს. მესამე, ციხე-სიმაგრე და მასშტაბური ციხე-ქალაქების ნაშთები, გვიანი შუა საუკუნეები, სოფელი ჯგალი, ლესალეს უბანი. ლესალის ციხეზე და ციხე-ქალაქის ცალკეულ ადგილებზე არქეოლოგიური გათხრები 2014 წლიდან მიმდინარეობს. გათხრებს აწარმოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი ექსპედიცია. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებით ირკვევა, რომ ძეგლი შედგება დედაციხის, აკროპოლისის და ქვედაციხის კომპლექსებისაგან. აქ გამოვლენილი იქნა სხვადასხვა პერიოდის მასალები, ელინისტური, რომაული, ადრე ბიზანტიური და გვიან ბრინჯაოსი. გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების სხეულის სამარხები.
მეოთხე წმინდა გიორგის ჯგეგეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები ტრიკონქი მე-11 საუკუნეში ქალაქი ჯვარზენის უბანი. დიდი მკვლევარის აკაკი ჭანტურიას მიერ 1921 წელს შედგენილი ჯვარის რუკის მიხედვით ისტორიული ჯვარის მხოლოდ 1/4 ნაწილში აღნიშნულია 23 ეკლესია და ნაეკლესიარი, 15 გალავანი, ციხე და კოშკი. აქვე მოცემულია რკინის, ბრინჯაოს, ნეოლითისა და პალეოლითის ხანის მრავალი ძეგლი, გამოქვაბული მადნეული ნანგრევები და ნამოსახლარი. ქრისტეს მოწაფე ანდრია პირველწოდებულის პირველ საუკუნეში წმინდა მოციქულის სწორის ნინო კაბადოკიელის დროს მეოთხე საუკუნეში ჯვარში აუგიათ წმინდა გიორგის ანუ ჯგეგეს სახელობის მცირე ეკლესია, ხოლო მე-10 საუკუნეში გუმბათიანი ტაძარი, რომლის არქიტექტურული გეგმა ტრიკონქი ქუთაისის 1000 წლოვანი ბაგრატის ტაძრის შემდეგ ერთადერთია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ ჯგეგეს ტაძარი და მე-20 საუკუნის დამდეგ სხვა მომქმედი ეკლესიები რეჟიმის რისხვას ვერ გადაურჩა. ჯგეგე ანუ წმინდა გიორგის ტაძარი გახდათ ჯვარისა და მისი მეზობელი სოფლების გამაერთიანებელი წმინდა ადგილი, განათლებისა და კულტურის კერა, სადაც სულიერებას ეზიარა ტაძრის მოძღვრის თაოსნობით 1888 წელს დაარსებული სოფლის სკოლაში. განათლება მიიღო ასობით ჯვარელმა და მეზობელი სოფლის მკვიდრმა. 2018 წელს ჯვარის პირველ საჯარო სკოლას 130 წელი შეუსრულდა. მინდა ჩავერთო, რომ თვითონ ამ სკოლაში ვსწავლობდი მე. ეს სკოლა ეხლა ატარებს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელს. მე-5 სამონასტრო კომპლექსის გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიის ნაშთები ადრე შუა საუკუნეები, ქალაქი ჯვარი, გუბანის უბანი. ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია შემორჩენილია ნანგრევების სახით. ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის გალავნის ნაშთები, აფსიდი, ანუ თაღი და კამარა. შენობის ნაწილი გეგმით მრავალწახნაგოვანი ფორმისაა, რომელიც გადახურულია ნახევარ გუმბათით. ეს პირველად გამოიყენებოდა ძველი რომის ბაზილიკაში, ქრისტიანულ ტაძრებში. მე-6 დიდა ქირსე, ღვთისმშობელი, ციხესიმაგრე და ნაეკლესიარი, შუა საუკუნეები, სოფელი ლია. ბორცვი დიდა ქირსე კვერცხისებური მოყვანილობისაა. მისი სიმაღლე 70-90 მეტრს აღწევს. ციცაბო ფერდობზე ალაგ-ალაგ ხელოვნური ტერასებია გაკეთებული. ბორცვის ფერდობები მოფენილია სხვადასხვა დროის კულტურული ნაშთებით. დაწყებული ელინისტური ხანიდან გვიან ფეოდალური ხანის ჩათვლით. ბორცვის ჩრდილოეთ დასავლეთით მის თხემზე შემორჩენილია ციხის დიდებული ნანგრევები. მისი ფართობი დაახლოებით 1200 კვადრატული კილომეტრია. ციხე აკონტროლებდა სვანეთსა და წალენჯიხისკენ მიმავალ გზას. მე-7 ზურგიანი კოშკი, თეთრი ციხე, ადრე შუა საუკუნეები, სოფელი ჯგალი, სქურის უბანი. კოშკი ერთი მთლიანი მონოლითივით დგას ხეობის პირას. მისი სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრია. იმ ადგილას, სადაც კოშკი დგას, განიერი გალავანი შემორჩენილია. სპეციალისტთა მოსაზრებით, ძეგლი მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. მერვე ომუნდეს ჯიხა,
სათვალთვალო საყარაულო კოშკი, გვიანი შუა საუკუნეები, ქალაქი ჯვარი, ობუდეს უბანი. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა რესტავრაცია და ძეგლის შესწავლისა და სათანადო დასკვნების გარეშე გადაკეთდა სვანურ კოშკად. ამ ფაქტის გამო საზოგადოების მკაცრი რეაგირების საფუძველზე უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მსჯელობა კოშკის საფუძვლიანად შესწავლისა და მისი ავთენტურობის დადგენის აუცილებლობის შესახებ. მეცხრე ციხესიმაგრე და ნაეკლესიარი მდინარე ოლორის მარცხენა ნაპირზე, მაღალ კოცხზე ადრე შუა საუკუნეები, სოფელი მუჟავა. კომპლექსი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე. მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია. კომპლექსის სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მარჯვე ადგილას მდებარეობს. აქედან კარგად ჩანს მდინარე ოლორის ხეობის დიდი ნაწილი. კომპლექსის მომცველი ტერიტორია დაყოფილია ტერასებად. ეკლესია დგას კომპლექსის ყველაზე მაღალ ადგილას და ამით დომინირებს სხვა ნაგებობებთან. მეათე მონასტრის სამრეკლო ტაძარი და ნაშთები მე-13-მე-14 საუკუნეში სოფელი ობუჯი. ობუჯის მონასტრის ორსართულიანი სამრეკლო ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის დაფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. გარედან მოპირკეთებულია მოზრდილი სუფთად თლილი მონაცისფრო შირიმის კვადრებით და ქვიშაქვით. მისი პირველი სართულის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ფართო თაღოვანი გასასვლელებია. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მე-17 საუკუნის ცნობით ობუჯის მონასტერში ოდიშის მთავრების სამარხი იყო. მე-11 ციხესიმაგრის კომპლექსი შუა საუკუნეების სოფელი ობუჯი, ჯაღრის უბანი. ჯაღრის ციხის კომპლექსი მდებარეობს მთაზე, რომელსაც სტრატეგიული თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. მთის ქედზე განლაგებულ ციხესიმაგრეს გარს უვლიდა გალავანი, რომელიც იმეორებდა ამ მთის კონფიგურაციას და ემიჯნებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთით. მე-12 მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია, გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტაძარი, სოფელი ჩქვალერი. დარბაზული შვერილ-აფსიდიანი ეკლესია დგას შემაღლებულ ადგილას. ნაგებობას გააჩნია 3 კარი, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთით. გარედან ყველა კარი და სარკმელი არქიტრავულია. მე-13 ციხესიმაგრის ნანგრევი, გვიანი შუა საუკუნეები, ქალაქ წალენძიხა, საშინაოს უბანი, ოტოფუ ღალთან. ციხე დგას მთის ქედზე. მისი კედლები ამ ქედის კონფიგურაციას იმეორებს. მე-14 ლაბარა გაგაჩის ციხესიმაგრე, ადრე შუა საუკუნეები, ქალაქი ჯვარი, ენგურისა და მაგანას წყალგამყოფ ქედზე. ციხე სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მარჯვე ადგილას დგას. იგი ორივე მდინარე მაგანასა და ენგურის ხეობას აკონტროლებდა. გალავანის კედლები უკიდურეს სამხრეთ მდებარე ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ადგილობრივი წარმოშობილი კირის დუღაბზე. დამრჩა არქიტექტურული კომპლექსი ივლიტასა და ამას დავეკითხავ მე-16 ივლიტასა და წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია ჩე-ოხვამე. ადრე შუა საუკუნეების სოფელი ჭალე, ეწერფედის უბანი. ეკლესია გეგმით წარმოადგენს სწორკუთხედს აღმოსავლეთით დასრულებულ ღრმა გაშლილი ნახევარწრიული ფორმის საკურთხევლით. მამუკიას ციხე. ეს ციხის ნანგრევი მდებარეობს შემაღლებული ბორცვის მოვაკებულ ადგილას და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.